ვცდები თუ ფიქრობ, რომ ინგლისურის სწავლა მხოლოდ სიტყვების დაძებირებაა და თუ რატომ, ახლა შევხედოთ სამწინაადებას და კარგად დაინახავ. I work hard. I like hard work. I'm hardworking. ვხედავთ, რომ ხშირად მეორდება work და hard და ახლა განვიხილოთ, რას წარმოადგენს თითოეული ეს სიტყვა. Work არის ზმნაც და არსებითი სახელიც, ანუ ფუნქციის მიხედვით, თუ როგორ მხვდება წინაადებაში, შეიძლება იყოს ზმნა, მე ვმუშაობ, შენ მუშაობ და ასე შემდეგ და ასევე შეიძლება ნიშნავდეს შრომას, როგორც არსებით სახელს. ასევე hard შეიძლება შეგვხვდეს როგორც ზედსართავის, ასევე ზმნის ზედის მნიშვნელობით. როგორც ზედსართავი hard ნიშნავს ბეჯითი, შრომის მოყვარე, ძლიერი და როგორც მიზედა ნიშნავს ბეჯითად, შრომის მოყვარედ, ძლიერად. მაგრად hardworking ავიღე hard work შევაერთე და მივიღე შედგენილი ზედსართავის სახელი. შრომის მოყვარე. ანუ რომ შევხედოთ წინაადებებს, I work hard ნიშნავს მე ვმუშაობ ბეჯითად, შრომის მოყვარედ, თავდაუზოგავად ესეც შეგვიძლია რომ ვთქვათ. მეორე წინაადება I like hard work ნიშნავს მე მომწონს ბეჯითი შრომა, თავდადებით მუშაობა. და მესამე წინაადება უკვე გვაქვს I am hardworking ნიშნავს მე ვარ შრომის მოყვარე. მოკლედ, იმედი მაქვს დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ არა მხოლოდ სიტყვები ვიცით, არამედ ვხედავთ ფუნქციურად როგორ უკავშირდება ეს სიტყვები ერთმანეთს. იმისათვის, რომ ეს შევძლოთ ეფექტურად და გამოვიყენოთ ენაში სწორად, უნდა ვიცოდე, რომელი სიტყვა რომელი მეტყველების ნაწილია. ეს რა თქმა უნდა ერთიანად არის სწავლება და დროთა განმავლობაში ვსწავლობთ ხოლმე, მაგრამ თუ გინდათ უფრო კარგად გაერკვეთ ინგლისურის სტრუქტურაში, დაწერეთ ამ ვიდეოს კომენტარებში გაიდ და გამოგიგზავნით დოკუმენტს, რომელშიც ძალიან კარგად მაქვს ახსნილი სხვადასხვა მარტივი მეტყველების ნაწილები ინგლისურში, რა არის მათი კითხვა და როგორ ფუნქციონირებენ ისინი წინაადებაში.